და პროტესტის უპრეცედენტო აქტში ერთვება კახეთიც გაფიცვა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით აქტიურობს თელავი და სიღნაღი. კონკრეტულად ვინ შეუერთდა ამ მასშტაბურ პროტესტს და რა ხდება კახეთში, ამას უკვე ია გულიაშვილი გვეტყვის, გისმენია. ლიონიძის ზვარი, ტერასა სიღნაღი, ტერასა სალომეა, ტრაფიკების ობიექტი ბურგერინო, პესპე სააფთია ქოქსელი და კიდევ რამდენიმე ათეული მაღაზია თელავსა და სიღნაღში, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტიურობს, შეუერთდა საქართველოში მიმდინარე საერთო საყოველთაო გაფიცვას. ყველა მათგანი 3 საათიდან 6 საათამდე უარს აცხადებს წარმოების გაგრძელებაზე და მოქალაქეებისათვის მომსახურების გაწევაზე. ამ შემთხვევაში გამონაკლისი არის მხოლოდ პესპე სააფთია ქოქსელი, რომელიც ბუნებრივია უერთდება გაფიცვას, თუმცა მათი თქმით იქიდან გამომდინარე, რომ მასშტაბურია ადამიანების მოთხოვნა მედიკამენტებზე, ისინი მხოლოდ 5 წუთის განმავლობაში აჩერებენ მომხმარებელთა მიღებას, გარეთ გამოიტანეს ბანერები, გააჟღერეს მოთხოვნები და ამის შემდეგ დაუბრუნდნენ მომხმარებელს. აქციის მონაწილეები ითხოვენ ტყვეობაში მყოფი რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას და ასევე უცვლელია მათი მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უნდა გაიმართოს სამართლიანი და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ერთ-ერთი ღვინის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი თელავში ლიონიძის ზვარის დამფუძნებელი ზურაბ ჭარბაძე აცხადებს, რომ ეს არის საჩვენებელი გამოსვლა მოსახლეობისათვის, საჩვენებელი აქტი მოსახლეობისათვის და იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეებმა თავად არ იბრძოლეს ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების რეჟიმის დასამარცხებლად, მისი თქმით, სწორედ ასეთი სურათი შეიქმნება უახლოეს კვირებში საქართველოში და კრიტიკული იქნება ბიზნესის განვითარება ქვეყანაში. ჩვენ ვესაუბრეთ ასევე სიღნაღში ერთ-ერთ რესტორატორს, ეს არის სიღნაღი, ტერასა სიღნაღის დამფუძნებელი ზურაბ ბეროშვილი, სამოქალაქო აქტივისტი და ის პირია, რომელმაც თბილისში კახელების მარშის მსვლელობის დროს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას შილაფლავი მოუმზადა. კახელებისათვის კი ცნობილია რა დატვირთვა აქვს შილაფლავის მომზადებას. როგორც ხვდებით, რამდენიმე ობიექტი, სავაჭრო ცენტრი, კაფეები, ბარები და მომსახურე პერსონალი ამ დროისათვის არის გაფიცული, ობიექტები არ მუშაობენ და ისინი სამუშაოს მხოლოდ 6 საათიდან განაახლებენ. რა განცხადებები გაკეთდა მთავარ არხთან, ჩვენ შეგვიძლია კომენტარები პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. PSP-ს ქსელი უერთდება გაფიცვას, ბანერებით რა თქმა უნდა გარეთ გამოვალთ. 5 წუთი შევაჩერებთ მუშაობას, ერთი ფარმაცევტი დარჩება, იმიტომ რომ გადაუდებელი რომ იყოს აუცილებლად მოხდეს მომხმარებლის დაკმაყოფილება. შევუერთდებით, აუცილებლად გვჭირდება ევროპული მომავალი, თავისუფლება პატიმრებს, რაც ლოზუნგია, ყველაფერს მოკლედ ვიმეორებთ იგივეს და რა ვიცი. რა თქმა უნდა, საუკეთესო მომავალი გვჭირდება ჩვენ და ჩვენ შვილებს. ჯერ პირველ რიგში ვითხოვთ პოლიტპატიმრების განთავისუფლებას პირველ რიგში, მეორე აუცილებლად ვითხოვთ არჩევნები გვინდა ცვლილებისთვის და აუცილებლად უნდა შეიცვალოს და უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და მესამე, თუ ესე ძალიან დიდხანს გაგრძელდა, რა ეკონომიკურ კრიზისისკენაც მივექანებით, ეს არის რეპეტიცია, რომელიც 3-4 თვეში ალბათ ზუსტად ესეთ სახეს მიიღებს და ყველაფერი იქნება დაკეტილი. ეხლა თუ მარტო ჩემი საწარმოა დაკეტილი, აუცილებლად ყველაფერი იქნება დაკეტილი. ეს არის ერთადერთი გამოსავალი და ერთადერთი გზა ქვეყანაში მოვიტანოთ არჩევნები და ამ არჩევნებით დაუბრუნდეთ იმ ევროპულ გზას, რაზედაც ჩვენ აქამდე ვფიქრობდით, რომ ვიდექით და აუცილებლად უნდა აღმოჩნდეთ ცივილიზებული სამყაროს გვერდით და არა მათგან იზოლირებით. ჩვენი რესტორანი ტერასა სიღნაღი წარმოადგენს ჩვენ საოჯახო ბიზნესს. გვინდა შევერთდეთ საყოველთაო გაფიცვას, ამიტომ წყვეტთ მუშაობას დღეს 3 საათიდან 6 საათამდე. ვითხოვთ პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და ახალ არჩევნებს. საერთო საყოველთაო გაფიცვა, ისევე როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, კახეთში ზუსტად 3 საათზე დაიწყო, როგორც უკვე გითხარით, გაფიცულია არაერთი ბიზნეს და კვების ობიექტი. ადამიანები არ აპირებენ, რომ 6 საათამდე მომსახურება გაუწიონ მოქალაქეებს, გაჟღერებულია მათი მთავარი მოთხოვნები, რაც უკავშირდება რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებასა და ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან კი თითქმის ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან, უცვლელია მათი მოთხოვნების და ჩვეულ რეჟიმში ისინი დღესაც საერთო საყოველთაო გაფიცვის პირობებში საკუთარ მოთხოვნებს სწორედ მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გააჟღერებენ.